წელს რომი მსოფლიო რობოტიკის მთავარი წერტილი ხდება. სწორედ აქ ერთიანდება რობოტიკის 623 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და გამოწვევებით სავსე ფიბონაჩის საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადა თავის მთავარ ფაზაში გადადის. 15 წლის ნატალი ნოზაძე წელს ფიბონაჩის ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. ოლიმპიადის დავალების და წესების ფარგლებში მან თანამედროვე მუსიკა შექმნა, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით წელს ფიბონაჩის საერთაშორისო ოლიმპიადის ჰიმნად დასახელდა. საკუთარმა ნამუშევარმა ნატალის საბოლოოდ პირველი ადგილი და დიდი გამარჯვება მოუტანა. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის, როდესაც უკვე ოლიმპიადაზე მივედი და იქ მითხრეს, რომ უნდა შემექმნა ახალი კლიპი ვიდეოთვის, რადგან იქ დაგვიწვნა ჟიური, რომ ნამდვილად ჩვენი ნამუშევარი იყო და ჩვენი წილი იყო ამ პროექტში შეტანილი და იქ მოგვიწია 1 საათში კლიპის შექმნა, რაც იყო ჩემთვის ძალიან სტრესული, მაგრამ მოახერხე და შექმნი. ვერც კი წარმოვიდგინე და არც კი გამიფიქრია ის, რომ ჩემი ნამუშევარი გავიდოდა საპრიზო ადგილას. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო და მართლა ისეთი ქვეყნები იყო, რომ მეგონა რომ მართლა ეფეს ვერ გავაკეთებდი. ნატალი მუსიკის შექმნა ოლიმპიადამდე საქართველოში დაიწყო. ეროვნული სასახლე მისი მთავარი სამუშაო და სასწავლო სივრცეა. თავდაპირველად ტექსტი დაწერა, შემდეგ კი მუსიკის შექმნაზე იმუშავა. გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები. სიმღერით გატაცებულია ბავშვობიდანვე. ამ სფეროში განათლებაც მცირე ასაკში მიიღო. უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, საყვირზე, ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის დავალებათა სიაში ახალი კატეგორია აღმოაჩინა, რობოტიკის მიმართულებიდან მუსიკის სფეროზე გადაერთო. საბოლოოდ კი მუსიკის სიყვარული, ჰობი და ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებთან გააერთიანა და შექმნა მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ოლიმპიადის ჰიტად იქცა. დაჯილდოებას ესეთი რაღაცა იყო, რომ რომელი ქვეყნის სიმღერაც გაიმარჯვა და გავიდოდა ეკრანზე დაჯილდოების ცერემონიაზე და მან მართლა არ ველოდი უბრალოდ რა, იმედის არ მქონდა, რომ რამე ქართულის გავიდოდა და უცებ ეს დროშებიც ორი დროშა გამოვიდა ეკრანზე ეს სიმღერის ისიც და ისეთ ემოციაში ვიყავი, რომ მთელი გუნდი არავინ არ წარმოიდგინა, მართლა მე არ მეგონა, რომ ესეც შედეგს დავდებდი. ძალიან დიდი მოლოდინი არ მქონდა, ეხლა პირველ ან მეორე ადგილზე გავსულიყავი, მაგრამ იმდენი მქონდა ნაწვალები და იმდენი იმედი მქონდა, რომ მესამე ადგილზე მაინც გავსულიყავი. 13 წლის რატი ბადაშვილი ფიბონაჩის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა. შეჯიბრზე უამრავი დაბრკოლება და ტექნიკური პრობლემა შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად უმეტეს დავალებას თავი კარგად გაართვა. მივხვდი, რომ ჩემს საფრთხეს მოხდეს ჯორჯიაო ისე საქართველოს იგულისხმეს და შემდეგ მივხვდი, რომ მე უნდა გამოსულიყავი, გავედით და გაყვირებული ვიყავი ჯერ დაბანეული და შემდეგ ავიღე დროშა. საკმაოდ ძნელი იყო, სხვა ქვეყნებს რო განვითარებული ტექნოლოგია ჰქონდათ, მაგრამ მაინც შევძალი რომ დამემარცხებინე სტრატეგიით. კი ნერვიულობდი, მაგრამ უფრო კონცენტრირებული ვიყავი და უფრო მეტი სტრატეგია იყო ვიდრე ნერვიულობა. რაც შემეძლო იმას ვაკეთებდი, რომ არ დამეკარგა ყურადღება და რაც შეიძლებოდა უფრო კონცენტრირებული გამორჩენილიყავი. გოლ არის გავიტანეთ პირველი 1-0. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საქართველოს წარმომადგენლობა წარმატებით დაბრუნდა იტალიიდან, ფიბონაჩის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც ბავშვებმა მიაღწიეს ძალიან ესე ვთქვათ დიდ წარმატებას. ეს არ იყო მათთვის მარტივი, საკმაოდ დიდი გზა გაიარეს ამ პროცედურების გასაკეთებლად. ჩვენ 3 თვის მანძილზე ვემზადებოდით ამ პროცესებისთვის სრულად, ეროვნული სასახლის ბაზაზე განვახორციელეთ სამზადისი და ამ მასშტაბებით ჩვენ ვაპირებთ მომავალ წელსაც უფრო გავაფართოვოთ სამუშაო პროცესები. ნატალი და რატი დღეიდან უკვე ახალი გამოწვევისთვის ემზადებიან. სურთ მონაწილეობა ამერიკის ჯენიუს ოლიმპიადაშიც მიიღონ და საკუთარი შესაძლებლობები უფრო ფართო მასშტაბებზეც გამოსცადონ. მანამდე კი წინ უამრავი გამოცდილება და ახალი აღმოჩენებია, რომელიც მათ მომავალ წარმატებამდე მიიყვანს.